მოგესალმებით ძვირფასო მსმენელებო მაყურებლებო და გამომწერებო, ეს არის მეორე ნაწილი ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ნიკოლა ტესლას ცხოვრების ისტორიაზე, რომელიც ძალიან საინტერესოა. გისურვებთ ახალ და კარგ შთაგონებას, ახლა კი დავიწყოთ. ედისონის კომპანიიდან წასვლის შემდეგ მალევე ტესლა მუშაობდა რკალური განათების სისტემის დაპატენტებაზე, შესაძლოა იგივე, რაც მან ედისონში შეიმუშავა. 1885 წლის მარტში პატენტების წარდგენაში დახმარების მისაღებად იგი შეხვდა პატენტ ადვოკატ ლემუელ სერელს, იმავე ადვოკატს, რომელსაც ედისონი იყენებდა. სერელმა ტესლა გააცნო ორ ბიზნესმენს, რობერტ ლეინს და ბენჯამინ ვეილს, რომლებიც დათანხმდნენ ტესლას სახელით რკალური განათების წარმოებისა და კომუნალური კომპანიის Tesla Electric Light and Manufacturing Company-ის დაფინანსებას. წლის დარჩენილი ნაწილი ტესლამ იმუშავა პატენტების მოპოვებაზე, მათ შორის გაუმჯობესებული დენის გენერატორის, ტესლასთვის აშში გაცემული პირველი პატენტების და სისტემის აწყობასა და მონტაჟზე ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ რახვეიში. ინვესტორებმა ნაკლებად დააინტერესეს ტესლას იდეები ცვლადი დენის ძრავებისა და ელექტროგადამცემი მოწყობილობების ახალი ტიპების შესახებ. 1886 წელს კომუნალური კომპანიის ამოქმედების შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ ბიზნესის წარმოების მხარე ძალიან კონკურენტუნარიანი იყო და უბრალოდ ელექტროენერგიის კომუნალური კომპანიის მართვა გადაწყვიტეს. მათ ახალი კომუნალური კომპანია დააარსეს, ტესლას კომპანია მიატოვეს და გამომგონებელი უსახსროდ დატოვეს. ტესლამ მის მიერ გენერირებული პატენტების კონტროლიც კი დაკარგა, რადგან ისინი აქციების სანაცვლოდ კომპანიას გადასცა. მას სხვადასხვა ელექტროსარემონტო სამუშაოებზე და თხრილის ფრთხელად მუშაობა უწევდა დღეში $2. მოგვიანებით, ტესლამ 1886 წლის ეს პერიოდი გაჭირვების პერიოდად გაიხსენა და დაწერა, ჩემი უმაღლესი განათლება მეცნიერების, მექანიკისა და ლიტერატურის სხვადასხვა დარგში დაცინვას ჰგავდა. 1886 წლის ბოლოს ტესლა შეხვდა ალფრედს ბრაუნს, Western Unionis ზედამხედველს და ნიუ-იორკელ ადვოკატს ჩარლზ ფლეტჩერ პეკს. ორივე მამაკაცს ჰქონდა გამოცდილება კომპანიების დაარსებაში, ფინანსური სარგებლის მიზნით გამოგონებებისა და პატენტების პოპულარიზაციაში. ტესლას ელექტრომოწყობილობებთან დაკავშირებული ახალი იდეების საფუძველზე, მათ შორის თერმომაგნიტური ძრავის იდეის, ისინი შეთანხმდნენ, რომ ფინანსურად დაეხმარებოდნენ გამომგონებელს და უხელმძღვანელებდნენ მის პატენტებს. მათ ერთად დააარსეს Tesla Electric Company 1887 წლის აპრილში, შეთანხმებით, რომ გენერირებული პატენტებიდან მიღებული მოგების 1/3 ტესლას უნდა გადასულიყო, 1/3 პეკისა და ბრაუნისკენ და 1/3 განვითარების დასაფინანსებლად. მათ ტესლასთვის ლაბორატორია გახსნეს მანჰეტენზე, ლიბერტი სტრიტ 89-ში, სადაც ის მუშაობდა ელექტროძრავების, გენერატორების და სხვა მოწყობილობების ახალი ტიპის გაუმჯობესებასა და განვითარებაზე. 1887 წელს ტესლამ შეიმუშავა ინდუქციური ძრავა, რომელიც მუშაობდა ცვლად დენზე, აქ ენერგოსისტემის ფორმატი, რომელიც სწრაფად ფართოვდებოდა ევროპასა და შეერთებულ შტატებში მისი უპირატესობების გამო დიდ მანძილზე, მაღალი ძაბვის გადაცემაში. ძრავა იყენებდა პოლიფაზურ დენს, რომელიც ძრავის დასატრიალებლად მბრუნავ მაგნიტურ ველს წარმოქმნიდა, პრინციპი, რომელიც ტესლას თქმით 1882 წელს მოიფიქრა. ეს ინოვაციური ელექტროძრავა, რომელიც დაპატენტებული იყო 1888 წლის მაისში, იყო მარტივი, თვითდამქოქავი დიზაინი, რომელსაც არ სჭირდებოდა კომუტატორი, რითაც თავიდან აცილებდა ნაპერწკლების წარმოქმნას და მექანიკური ჯაგრისების მუდმივი მომსახურებისა და შეცვლის მაღალ მოვლა პატრონობას. ძრავის დაპატენტებასთან ერთად, პეკმა და ბრაუნმა მოაწყოს ძრავის საჯაროდ გავრცელება, დაწყებული დამოუკიდებელი ტესტირებით, რათა დადასტურებულიყო მისი ფუნქციური გაუმჯობესება, რასაც მოჰყვა პრეს-რელიზების გაგზავნა ტექნიკურ გამოცემებში, რათა სტატიები პატენტის გამოცემასთან ერთად გამოქვეყნებულიყო. ფიზიკოსმა უილიამ არნოლდ ენტონიმ, რომელმაც გამოსცადა ძრავა და ჟურნალ Electrical World-ის რედაქტორმა თომას კომერფორდ მარტიმმა მოაწყვეს, რომ ტესლამ 1888 წლის 16 მაისს ამერიკის ელექტროინჟინრების ინსტიტუტში თავისი ცვლადი დენის ძრავის დემონსტრირება მოეხდინა. Westinghouse Electric Manufacturing Company-ში მომუშავე ინჟინრებმა ჯორჯ ვესტინგჰაუსს აცნობეს, რომ ტესლას ჰქონდა სიცოცხლისუნარიანი ცვლადი დენის ძრავა და მასთან დაკავშირებული ენერგოსისტემა, ის, რაც ვესტინგჰაუსს სჭირდებოდა იმ ცვლადი დენის სისტემისთვის, რომელსაც ის უკვე ყიდის. ვესტინგჰაუსი იკვლევდა პატენტის მიღებას მსგავს კომუტატორის გარეშე, მბრუნავი მაგნიტური ველის საფუძველზე ინდუქციური ძრავისთვის, რომელიც შეიქმნა 1885 წელს და წარმოდგენილი იყო ნაშრომში 1888 წლის მარტში იტალიელმა ფიზიკოსმა გალილეო ფერარისმა, მაგრამ გადაწყვიტა, რომ ტესლას პატენტი სავარაუდოდ ბაზარს გააკონტროლებდა.
1888 წლის ივლისში ბრაუნმა და პეკმა ჯორჯ ვესტინგჰაუსთან ტესლას პოლიფაზური ინდუქციური ძრავისა და ტრანსფორმატორის დიზაინის ლიცენზირების ხელშეკრულება დადეს, რომლის სანაცვლოდ $60,000 ნაღდი ფულითა და აქციებით, ხოლო თითოეული ძრავის მიერ წარმოებული ცვლადი დენის ცხენის ძალაზე $2.50 ჰონორარის გადახდა მოუწიათ. ვესტინგჰაუსმა ასევე დაიქირავა ტესლა ერთი წლით, დიდი ანაზღაურების $2,000 დღევანდელი დოლარით $71,700 სანაცვლოდ, რათა კონსულტანტი ყოფილიყო Westinghouse Electric Manufacturing Company-ის პიტსბურგის ლაბორატორიებში. იმ წელს ტესლა პიტსბურგში მუშაობდა და ქალაქის ტრამვაის მომარაგებისთვის ცვლადი დენის სისტემის შექმნაში მონაწილეობდა. ეს პერიოდი მისთვის იმედგაცრუების მომგვრელი იყო, რადგან ვესტინგჰაუსის სხვა ინჟინერებთან კონფლიქტი ჰქონდა ცვლადი დენის საუკეთესოდ გამოყენების საკითხთან დაკავშირებით. ისინი შეთანხმდნენ ტესლას მიერ შემოთავაზებულ 60-ის ციკლიან ცვლადი დენის სისტემაზე, ტესლას ძრავის სამუშაო სიხშირესთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მაგრამ მალევე აღმოაჩინეს, რომ ის ტრამვაისთვის არ იმუშავებდა, რადგან ტესლას ინდუქციური ძრავა მხოლოდ მუდმივი სიჩქარით მუშაობდა. საბოლოოდ მათ მუდმივი დენის წევის ძრავა გამოიყენეს. ბაზრის არეულობა. ტესლას მიერ მისი ინდუქციური ძრავის დემონსტრირება და ვესტინგჰაუსის მიერ პატენტის შემდგომი ლიცენზირება, ორივე 1888 წელს ელექტროკომპანიებს შორის უკიდურესი კონკურენციის დროს მოხდა. სამი დიდი ფირმა, ვესტინგჰაუსი, ედისონი და Thomson Houston Electric Company, ცდილობდნენ კაპიტალდაბანდებ ბიზნესში განვითარებას, ამავდროულად ფინანსურად ამცირებდნენ ერთმანეთს. მიმდინარეობდა დენების ომის პროპაგანდისტული კამპანია, სადაც Edison Electric აცხადებდა, რომ მათი მუდმივი დენის სისტემა უკეთესი და უსაფრთხო იყო, ვიდრე ვესტინგჰაუსის ცვლადი დენის სისტემა, ხოლო Thomson Houston ზოგჯერ ედისონის მხარეს იდგა. ამ ბაზარზე კონკურენცია ნიშნავდა, რომ ვესტინგჰაუსს არ ექნებოდა ნაღდი ფული ან საინჟინრო რესურსები, რათა დაუყოვნებლივ შეემუშავებინა ტესლას ძრავა და მასთან დაკავშირებული პოლიფაზური სისტემა. ტესლასთან კონტრაქტის ხელმოწერიდან 2 წლის შემდეგ, Westinghouse Electric-ი პრობლემებში აღმოჩნდა. ლონდონში Barings Bank ის თითქმის გაკოტრებამ 1890 წლის ფინანსური პანიკა გამოიწვია, რამაც ინვესტორები აიძულა, Westinghouse Electric-ისთვის სესხები გამოეთხოვათ. ფულადი სახსრების უეცარმა დეფიციტმა კომპანია იძულებული გახადა, ვალები რეფინანსირება გაეკეთებინა. ახალმა კრედიტორებმა Westinghouse-ს მოსთხოვეს შეემცირებინა ის, რაც, როგორც ჩანდა, ზედმეტი ხარჯები იყო სხვა კომპანიების შეძენაზე, კვლევებსა და პატენტებზე, მათ შორის Tesla-ს კონტრაქტში თითო ძრავზე გადასახდელი ჰონორარის ოდენობაზე. იმ დროისთვის Tesla-ს ინდუქციური ძრავა წარუმატებელი აღმოჩნდა. Westinghouse-ი წელიწადში $15,000 ოდენობის გარანტირებულ ჰონორარს იხდიდა მიუხედავად იმისა, რომ ძრავის ექსპლუატაციაში მყოფი ეგზემპლარები იშვიათი იყო და მისი მუშაობისთვის საჭირო პოლიფაზური ენერგოსისტემები კიდევ უფრო იშვიათი. 1891 წლის დასაწყისში ჯორჯ ვესტინგჰაუსმა ტესლას მკაცრი ტერმინებით აუხსნა თავისი ფინანსური სირთულეები და თქვა, რომ თუ ის კრედიტორების მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებდა, ის აღარ იქნებოდა Westinghouse Electric-ის კონტროლის ქვეშ და ტესლას მომავალი ჰონორარების ასაღებად ბანკირებთან ურთიერთობა მოუწევდა. Westinghouse-ის მიერ ძრავის მხარდაჭერის უპირატესობები ალბათ ტესლასთვის აშკარა ჩანდა და ის დათანხმდა კომპანიის გათავისუფლებას. კონტრაქტით გათვალისწინებული ჰონორარის გადახდის 6 წლის შემდეგ Westinghouse-მა ტესლას პატენტი $200,000 ოდენობის ერთჯერადი გადახდის სანაცვლოდ შეიძინა, როგორც General Electric თან კომპანია, რომელიც შეიქმნა 1892 წელს Edisonისა და Thomson Houston-ის შერწყმის შედეგად, ხელმოწერილი პატენტის გაზიარების ხელშეკრულების ნაწილი. ცვლადი დენის პატენტების ლიცენზირებით მიღებულმა თანხამ ტესლა დამოუკიდებლად გაამდიდრა და მისცა დრო და სახსრები საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. 1889 წელს ტესლა Liberty Street-ის მაღაზიიდან გადავიდა, რომელიც პეკმა და ბრაუნმა დაიქირავეს და მომდევნო 10 წლის განმავლობაში მანჰეტენზე მდებარე სახელოსნო ლაბორატორიული სივრცეების სერიაში მუშაობდა. მათ შორის იყო ლაბორატორია Grand Street 175-ში 1889-1892 წლების სამხრეთ მეხუთე ავენიუს 33-35-ის მეოთხე სართული 1892, 1895 წლები და აღმოსავლეთ Houston Street 46 და 48-ში მდებარე მეექვსე და მეშვიდე სართულები 1895-1902 წლები. ტესლას ხვეული. მთავარი სტატია, ტესლას ხვეული.
1899 წლის ზაფხულში ტესლა პარიზში 1899 წლის მსოფლიო გამოფენაზე გაემგზავრა და ჰაინრიხ ჰერცის 1886 წლების ექსპერიმენტების შესახებ შეიტყო, რომლებიც ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მათ შორის რადიოტალღების არსებობას ადასტურებდა. ამ ექსპერიმენტების გამეორებით და შემდეგ გაფართოებით, ტესლამ სცადა, რომ კორფის ხვევლის კვება მაღალსიჩქარიანი გენერატორით, რომელსაც ის გაუმჯობესებული რკალური განათების სისტემის ნაწილად ავითარებდა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ მაღალი სიხშირის დენი ზედმეტად აცხელებდა რკინის ბირთვს და დნობდა ხვევლის პირველად და მეორად გრაგნილებს შორის იზოლაციას. ამ პრობლემის გადასაჭრელად ტესლამ შექმნა თავისი რხევითი ტრანსფორმატორი, რომელიც პირველად და მეორად გრაგნილებს შორის საიზოლაციო მასალის ნაცვლად ჰაერის ნაპრალს წარმოადგენდა და რკინის ბირთვი, რომლის გადატანაც ხვევლის შიგნით ან გარეთ სხვადასხვა პოზიციაზე შეიძლებოდა. მოგვიანებით, ტესლას ხვეული ეწოდა და ის მაღალი ძაბვის, დაბალი დენის, მაღალი სიხშირის ცვლადი დენის ელექტროენერგიის წარმოებისთვის გამოიყენებოდა. მან ეს რეზონანსული ტრანსფორმატორის სქემა თავის შემდგომ უკაბელო ელექტროენერგიაზე ნაშრომებში გამოიყენა. 1890 წლის შემდეგ ტესლამ ექსპერიმენტები ჩაატარა ენერგიის გადაცემაზე ინდუქციური და ტევადობითი შეერთების გზით, მისი ტესლას კოჭათი გენერირებული მაღალი ცვლადი დენის ძაბვის გამოყენებით. მან სცადა შეექმნა უსადენო განათების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა ახლოველის ინდუქციურ და ტევადობით შეერთებაზე და ჩაატარა საჯარო დემონსტრაციების სერია, სადაც სცენიდან ანთებდა გეისლერის მილებს და ინკანდესენტურ ნათურებსაც კი. მან 10 წლეულის უმეტესი ნაწილი სხვადასხვა ინვესტორების დახმარებით განათების ამ ახალი ფორმის ვარიაციებზე მუშაობას დაუთმო, მაგრამ ვერცერთმა წამოწყებამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენებიდან კომერციული პროდუქტის შექმნა. 1893 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში, ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში, ფრანკლინის ინსტიტუტსა და ელექტროგამანათლებლობის ეროვნულ ასოციაციაში ტესლამ დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ მის მსგავს სისტემას საბოლოოდ შეეძლო გასაგები სიგნალების ან შესაძლოა ელექტროენერგიის ნებისმიერ მანძილზე გადაცემა მავთულხლართების გამოყენების გარეშე დედამიწის გავლით. 1891 წლის 30 ივლისს 35 წლის ასაკში ტესლა აშშის ნატურალიზებული მოქალაქე გახდა. იმავე წელს მან დააპატენტა თავისი ტესლას ხვეული. 1892 წლიდან 1894 წლამდე ის ამერიკის ელექტროინჟინრების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი იყო, რომელიც თანამედროვე ელექტრო და ელექტრონიკა ინჟინრების ინსტიტუტის წინამორბედი იყო, რადიოინჟინრების ინსტიტუტთან ერთად. 1893 წლის დასაწყისისთვის ვესტინგჰაუსის ინჟინერმა ჩარლზ სკოტმა და შემდეგ ბენჯამინ ლამემ უკვე მიაღწიეს პროგრესს. ჩემო მაყურებლებო, მსმენელებო და გამომწერებო, გაგრძელება იქნება მესამე ნაწილში. გისურვებთ ბედნიერ მომავალს, წინსვლასა და კეთილი მიზნების ასრულებას მომავალ ვიდეოებამდე.